საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურაში დღეს კიდევ ერთი განაცხადი ამჯერად მიხეილ სააკაშვილის, ვანო მარაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ შევიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი მთავარი მრჩეველი სიმონ კილაძე პრეზიდენტ შინაგან საქმეთა და იუსტიციის ყოფილ მინისტრებს 2006 წელს მის უსაფუძვლოდ დაკავებაში ადანაშაულებს. კილაძე ჯაშუშობისთვის 1 წელი იხდიდა, სასჯელს 5 წელი კი პირობითი აქვს მისჯილი. მისი განმარტებით დაკავების რეალური მიზეზი სანდრო გირგვლიანის ხმაურებული მკვლელობის გადაფარვა იყო. კილაძე ამბობს, რომ საქმეში არ იყო მითითებული თუ რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობდა. გარკვეული მაღალი თანამდებობის პირები მე დავემუქრენ, რომ მე თუ არ ვაღიარებდი წაყენებულ ბრალდებას არ ჩადენილი დანაშაულის გამო ისინი დამემუქრენ და მითხრეს, რომ ჩემი ოჯახის წევრებს, ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეული უხერხულებები და პრობლემები შეექმნებოდა. მათ არ მოეწონათ ის, რომ მე იქ მუშაობდი და ასე ვთქვათ, კრიტიკულ მასალებს, კრიტიკულ ანალიზს ვაკეთებდი ხელისუფლების საქმიანობისა. ვანო მერაბიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ დღეს ადამიანებს იჭერეს კგბ-შნიკური მეთოდებით კაბინეტში შესვლით, ბორკილების დადებით. ეთქობა ვანო მერაბიშვილს დაავიწყდა თუ როგორ იქნა დაჭერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან ურთიერთობის უფროსი მრჩეველი სიმონ კილაძე. მას დღისით ჩაუტარეს ოპერაცია, შევიდა კამერებით რუსთავი 2 იმედი, დაადეს ბორკილები და სახელმწიფო ღალატსა ჯაშუშობის ბრალდების მუხლით დაპატიმრებული იქნა პიროვნება, სრულად აბსურდული ბრალდებით.